მოგესალმებით, თითოეულ თქვენთან ზოგადად მადლობა იმის რომ გამოწერილი ჩემი არხი, იმის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობთ, მე ვარ კატო. შეგახსენებთ, რომ პირადი დიაგნოსტიკის სისტემა მომწეროთ პირად შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მოდით გავაკეთოთ ესეთი გაშლა, ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. ნახოთ. და გავაკეთოთ ვარიანტებით. სეტოპია მე მგონი. ნახოთ აბა. პირველი ვარიანტი იყოს ესეთი. ნახოთ რა არის ახლა ურთიერთობაში, რა ხდება, რა სიტუაცია, მისი ფიქრები. მისი გრძნობა და მოქმედება. და ნახოთ მეორე ვარიანტი. რა ურთიერთობა ახლა? მისი ფიქრები. გრძნობები. და ნახოთ რა თქმა უნდა მოქმედება. ორი ვარიანტი. პირველი, მეორე ვარიანტი და მოდით გაგიმარტივოთ კიდევ უფრო მეტად. იყოს ესეთი ლურჯი ბუ, პირველი ვარიანტი. და მეორე იყოს მოდით ესეთი ყვითელი ბუ, მეორე ვარიანტი. პირველი ლურჯი, მეორე ყვითელი, ნახოთ, აბა. ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. დავიწყოთ პირველი ვარიანტით, ვინც ერჩია ლურჯი ბუ. ნახოთ ახლა რა სიტუაციაა. აქ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი არის რაღაცა მოგატყუად, შეიძლება ურთიერთობიდან გასულიც იყოს, რაღაცა სიტუაცია, სადაც ბევრი გაურკვეველი მომენტები გაქვთ. ხო, ანუ შეიძლება ითქვას, რომ აქ არის ურთიერთობა, სადაც აღმოვაჩინეთ ტყუილი, სადაც აღმოვაჩინეთ რაღაცა სიტუაცია, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნოა თქვენთვის, ხო? არც თუ ისე კარგია თქვენთვის, ზოგადად ურთიერთობისთვისაც, ხო? თითქოს ადამიანი შეიძლება ითქვას, რომ აქ ურთიერთობაში ადამიანი უბრალოდ გაიპარა კიდევაც, ხო? რაღაცა წაიღო თქვენი ენერგია, წაიღო თქვენი გული და უბრალოდ გავიდა ურთიერთობიდან, ხო? რაღაცნაირად ადამიანი არის გაწბილებული ურთიერთობაში. კარგით, ამ ადამიანის ფიქრები თქვენთან მიმართებაში. მოდით ესე ვთქვათ, ფიქრებთან მიმართებაში ვიტყვი იმას, რომ ადამიანი თქვენზე ეჭვიანობს ერთის მხრივ. ალბათ შესაძლებელია, იმიტომაც მოიქცა რაღაცა არასწორად, რომ ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ რაღაცას ატყუებდით და გადაწყვეტილება იყო სწორი, ხო? როდესაც მე მივიღე გადაწყვეტილება იმას მიმართებაში, რომ უნდა დამეპაუზებინა ურთიერთობა, უნდა გამეჩერებინა სიტუაცია, ხო? რაღაცა ეს მომენტი მოდის აქ. თითქოს იცით რა არის, ფიქრობს, რომ მთლად გულწრფელობა თქვენს ურთიერთობაში არ იყო. როგორც ჩანს, ნახეთ, შეიძლება თქვენ უყურებთ რაღაც მისი მხრიდან თვლით, რომ არ იყო გულწრფელობა, მაგრამ თვითონ ეს ადამიანიც ფიქრობს, რომ თქვენც არ იყავით მასთან გულწრფელი ურთიერთობაში. აი, ესეთი ფიქრები აქვს ადამიანს თქვენთან მიმართებაში. ანუ ადამიანი ბოლომდე რაღაცას შეიძლება არ ამბობდა, ან რაღაცა მომენტში შეიძლება ითქვას, რომ არ ვიცი და რამე ისეთი
ინფორმაცია მიიღო, გაიგო, რამაც განაპირობა ეს მომენტი, რომ უნდა დაესრულებდნენ. შეიძლება ნახეთ რა მომენტი იყოს, რომ თქვათ თუ თქვენ რაღაცა წამოგცდათ ყოფილ პარტნიორთან მიმართებაში, თქვათ რომ აი ის ესე არ მოიქცეო და ან რაღაცა შენ არასწორად გააკეთე, ან უბრალოდ თქვათ უპასუხეთ ვინმეს კონკრეტული ადამიანის ზარს და ადამიანმა ამ ეტაპზე ამ სიტუაციაში დაიჭირა თითქოს რომ თქვენ მის გარდა კიდევ სხვა კომუნიკაცია გქონდათ, ხო? აშკარად ადამიანი ფიქრობს, რომ სწორი არჩევანი იყო და სწორი გადაწყვეტილება იყო, რა გადაწყვეტილებაც მიიღო, რომ გავიდა ურთიერთობიდან და დააპაუზა სიტუაცია. რომ მოიქცა ისე, როგორც იქცევა, ეს იყო სწორი, იმიტომ რომ თქვენგანაც, ანუ თქვენგან ვერ გრძნობდა ეს ადამიანი რაღაც ისეთ სტაბილურობას შეიძლება ითქვას, ხო? არც თქვენ დგავდით რაღაც ისეთ მკვეთრ ნაბიჯს შეიძლება ითქვას, ხო? არც თქვენ აძლევდით ბოლომდე რაღაცა ისე იმ ემოციებს. კარგით, ნახოთ აბა ერთ გრძნობებში რა ხდება. ნახეთ გრძნობებთან მიმართებაში ერთის მხრივ ამ ადამიანს აქვს ის მომენტი, აქ ცოტა რაღაცა უცნაური ურთიერთობა, რატო არის ესეთი უცნაური ვერ ხვდები, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი არის. გრძნობებთან მიმართებაში მოდით ესე ვიტყვი, რომ ადამიანს აქვს თქვენს მიმართ მიჯაჭვულობის მომენტი, მაგრამ ეს არ არის სიყვარული, ეს არ არის რაღაცა ის გრძნობა, რომელშიც თქვათ მე მიყვარს ხარ რაღაცა შენი სუნთქავ. ეს არის მომენტი, როდესაც ნახეთ შეიძლება მჭირდება შენი გონება, ხო, შენი ფიქრები, შენი აზროვნება, შენი რაღაცა გადაწყვეტილების უნარი, მჭირდება შენთან რაღაცა ესეთი კომუნიკაცია, რომელიც მომიტანს მე რაღაცა შედეგებს, ხო, რაღაცნაირად. ნახეთ, თუ აქ ის მომენტი იყო, რომ ადამიანი ურთიერთობაში შემოვიდა, იმიტომ რომ თქვენ რაღაცას გაგულებდათ, მოდით ესე ვთქვათ, აქ ურთიერთობა სწორად დაასრულა, ესე იგი, იმიტომ რომ ადამიანმა ვერ მიიღო თქვენგან, თქვათ ის რაღაცა, რაც გაგულებდათ, არ ვიცი, მაგრამ თქვათ ფინანსურად მასე ძლიერი იყავით, ან სახლი გაქვთ და უნდა შემოგეთავაზებინათ, რომ ჩემთან გადმოდი სახლში, თუ არ ვიცი რა უნდა შეგეთავაზებინათ ესეთი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანის ნახეთ აქ სიყვარულზე ვერ ვილაპარაკებ. აქ ადამიანი უფრო გამოყენებლობის მდგომარეობას უფრო ასახავს, ხო? ანუ მჭირდები და მომეცემა შანსი, ხო, ძალიან კარგი. რას გრძნობს? გრძნობა არ არის. ეს არის შენ ჩემთვის შანსი იყავი. შენ ჩემთვის რაღაცა შეიძლება ითქვას სიტუაცია, რომლითაც შეიძლებოდა რომ გამოგიყვანე პრობლემებიდან, გამოგიყვანე რაღაცა მდგომარეობიდან, შეგექმნა ჩემთვის მომავალი. აი რაღაცა ესეთი მომენტი მოდის აქ ხვდებით. და აქ როგორც ჩანს თქვენ მიხვდით ადამიანის რაღაცა ამ განზრახვას, რომ ადამიანი თქვენს რესურსს იყენებდა, ну, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არა მარტო მატერიალურზე არის აქ საუბარი, თუნდაც ემოციურ რესურსს და თქვენ ეს რომ ჩაუჭერით და თქვენ რომ არ მიეცით ამ ადამიანს ეს, რაღაცა მომენტში შეიძლება მაგიტომაც გავიდა ურთიერთობიდან და მაგიტომ თulis რომ სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღოთ თქვენ თვითონაც არიყავით ამ ადამიანისთვის რაღაცა გულწრფელი გრძნობით თითქოს, ხო? აქ რაღაცა ესეთი მომენტი არის, დამჭირდი, დაგჭირდი, გამოვიყენეთ ურთიერთობა იმისთვის, რომ ერთმანეთს რაღაცა სიტუაციაში იმ მომენტის მდგომარეობით, რაც საჭირო იყო და იმის იქეთ არაფერი. ერთადერთი რაც არის, აქ უბრალოდ ადამიანი შეიძლება ვერ ახერხებდეს თქვენს დავიწყებას ესე მარტივად, ხო, რაღაცნაირად კონდეს მაინც ფიქრის მომენტი, რაღაცა პატარა მიჯაჭვულობის მომენტი, რაღაცა დარჩენილი კუდის მომენტი, ხო, როდესაც აი შეიძლება ბოლომდე ვერ ამოწურა რესურსი და მაგიტომ. კაი, მაშინ ვიცი ქმედება ვნახოთ.
ქმედებასთან მიმართებაშიც გეტყვით, რომ არაფერი ისეთი დიდი ქმედება რო გითხრათ არ იქნება. ქმედება ერთადერთი შეიძლება იყოს ის მომენტი, რომ აქ არ ვიცი, შეიძლება თქვენი მხრიდან ნამდვილად ფიქრობდა ეს ადამიანი, რომ სამკუთხედ სიტუაციაში იყავით და შეიძლება ფიქრობდა იმას, რომ ვიღაცა არსებობდა თქვენს ცხოვრებაში აშკარად, იმიტომ რომ ქმედებასთან მიმართებაში აქ ერთადერთი ქმედება, რაც ამ ადამიანისგან იქნება, ეს იქნება სიტუაცია, როდესაც შეიძლება მოვიდეს საქმის გასარჩევად და რაღაცა ბრალდებების წასაყენებლად, ესე რომ ვთქვათ, რომ აი შენ ხარ ყველაფერში დამნაშავე, შენ ანუ თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ეს ადამიანი რაღაცა ეცდება, რომ ურთიერთობა დაალაგოს, მოდით გეტყვით არა. აქ ვცდით როგორი მომენტია, ნახეთ, რაღაცას რო ვერ მიიღებს ადამიანი და მერე რომ მაინც ნახეთ, აქ არის ის მომენტი, რომ გრძნობებში მიჯაჭვულობის მომენტი, რაღაცა ჯერ კიდევ მორჩენილი კიდე რაღაცის სურვილი რო აქვს, რომ აი რაღაცა გამოიყენოს მდგომარეობა და აქ შეიძლება მოვიდეს რაღაცა ბრალდებებით, რომ აი იქნება ის ბოლო მომენტიც გამოიყენოს, ხო, რაღაცა ის შანსი თუ რამე მიეცემა და თუ რამე შეიძლება იყოს, აქ იქნება კონფლიქტური მომენტი, სადაც უბრალოდ დაიწყებს მტკიცებას, რომ თქვენ იყავით დამნაშავე, ანუ გადმობრალებას თქვენზე, ხო? თქვენ შეიყვანეთ სიტუაცია ჩიხში, თქვენ აიძულეთ ეს ადამიანი, რომ წასულიყო, თქვენ აიძულეთ, რომ რაღაცა არ ეფიქრა თქვენზე და შეუცვალეთ გეგმები და გრძნობები და აი რაღაცა ესეთი მომენტი, ხო? როდესაც ადამიანი ცდილობს თავის დანაშაულით და თავისი არასწორი ქმედება სხვას გადააბრალოს, მაგრამ შესაძლებელია ეცით რა არის არც იყო დანაშაული, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი არც ფიქრობდა თავიდანვე რაღაცა სერიოზულზე და ნუ უბრალოდ მერე სხვანაირად განვითარდა სიტუაცია და ხათ შეიძლება ნაწყენი ხართ, მაგრამ რეალურად სულაც არ უნდოდა ადამიანს, ხო, იმიტომ რომ აქ როგორი მომენტია ეცით რომ აქ მოდის ისეთი ენერგია, რომ აი ადამიანი ჩემს გვერდზე იქნება ადამიანი, რომელიც დამეხმარება, რომელიც რაღაცა მომეხმარება, რომელიც შემიკედლებს და რაღაცა ესეთი ცოტა მატერიალური მომენტი არის აქ, ხო? და ნუ ქმედებასთან მიმართებაშიც არაფერი გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო დაამძიმებს, ახლა ნახეთ, ხო ხართ იმედგაცრუებული გულნატკენი ნაწყენი, რომ ესე მოიქცა ადამიანი, აქ მისი ქმედება კიდევ უფრო დაამძიმებს თქვენს ურთიერთობებს, თქვენს სულიერ მდგომარეობას, ესე ვიტყოდი. შეიძლება გაიგოთ მისი ღალატის ამბავი, შეიძლება ის მომენტიც იყოს, რომ ადამიანი იმიტომ მოიქცა ესე, რომ ვთქვათ, პარტნიორი ყავდა და თქვენ არ იცოდით და მერე გაიგებთ ამ ყველაფერს რაღაცა მომენტში ხვდებით, აი აქ ურთიერთობის პერსპექტივაც კი არ არის. აი ხო არის რაღაცა მომენტი, რომ შეიძლება ნუ რთული ურთიერთობა იყოს, მაგრამ რაღაც პატარა პერსპექტივა მაინც არსებობდეს, რომ გამოსწორდება. ანუ არა, აქ გამოსწორებაზე არ არის ლაპარაკი, აქ პირიქით უფრო დაძაბულობისკენ მიდის სიტუაცია. და ესეთია პირველი ვარიანტი, ვინც ლურჯი ბუა ერჩია და მეორე ვარიანტი, ვინც ერჩია ყვითელი ბუ, ნახოთ. რა ურთიერთობა ეხა ამ ეტაპზე რა ხდება ხალხო, აქეთ 3-ია ხმალი. იქეთ 7-ია ხმალი, აქეთ 3-ია ხმალი ურთიერთობაში. რა ხდება ურთიერთობაში? ნუ გული გვაქვს ნატკენი, ყველაფერი წაღებულია, დაკარგულია. თავს ვერ ვგზნობთ კარგად. შეიძლება ითქვას და ვცდილობთ, რომ ეს გატეხილი გული სადღაც დავტოვოთ და იქნებ როგორღაც გამოვიდეთ მდგომარეობიდან, ხო? იქნებ როგორღაც შევეგუოთ იმას, რომ ნუ ადამიანმა გვიღალა და გვატყუა, დაგტოვა, რაღაცა არ გაგვიმართლა იმედები და ანგრია ჩვენი ოცნებები და ასე შემდეგ, ხო? აი აქაც ისეთი რთული ურთიერთობა არის, სადაც ადამიანს აქვს სერიოზულად, აი ესე ვთქვათ, დიდი ტკივილები, დიდი
იმედგაცრუება, ესე რომ ვთქვათ. კარგით, მისი ფიქრები თქვენთან მიმართებაში. ხო, რაც შეეხება ამ ურთიერთობას, მოდით ესე ვიტყვი, ფიქრებში ყოველ შემთხვევაში ფიქრობს ეს ადამიანი. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც მომენტში მოქმედებაზეც ფიქრობს, რაღაც მომენტში მოწერაზეც ფიქრობს, რაღაც ურთიერთობის აღდგენაზეც ფიქრობს ადამიანი. აქ აშკარად ფიქრობს ადამიანი თქვენზე. ხო, შეიძლება რაღაც მომენტში იცით აღდგენას მოდი გვერდზე გადავწიოთ და ვთქვათ ის მომენტიც, რომ შეიძლება ფიქრობს აი რაღაცა კარგად გატარებულ მომენტებზე, ხო? კარგად რაც სასიამოვნო იყო თქვენთან მიმართებაში, მაგრამ აქ რაღაცა იცით როგორ არის, აი ადამიანი შეიძლება ითქვას, რომ ვერ მიიღო გადაწყვეტილება და მაგიტომ წავიდა ან რაღაცა სისწრაფის მომენტი გინდოდათ ურთიერთობაში და ადამიანი კიდე ძალიან ისეთია, ყველაფერი დეტალურად უნდა გაზომოს, აწონოს, დაწონოს, ხო? თუმცა ფიქრი ნამდვილად აქვს. ანუ დადებითი ფიქრი აქვს ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ აქ ძალიან ისეთი ტკივილის ქვეშ ხართ, აქ ადამიანი ფიქრობს კომუნიკაციაზე, ფიქრობს რაღაცა ნაბიჯზე. შეიძლება ითქვას, რომ ფიქრობს როგორ მოახერხოს აი იმ გრიგალში შემოსვლა, რომელსაც მე თქვენ დაატეხავთ, შეიძლება ითქვას. რაღაც მომენტში იმუშაოს კიდევაც ამასთან მიმართებაში. რაღაც ნაბიჯის მდგომარეობა იყოს, ხო, აი თქვათ გამოჩენა რაღაცა ისეთი პატარა SMS-ით ან უბრალოდ რაღაცის დალაიქებს და რაღაცა ის მომენტი რომ შეგახსენოთ, რომ აი მე აქ ვარ, ხო? შეიძლება ესეთი მომენტები გქონდეს. აქ აშკარად არის შედარებით ისეთი მომენტი, როდესაც ადამიანი რაღაცას ფიქრობს, ხო? გამოსწორებისკენ, ასე რომ ვთქვათ. გრძნობები. რანაირი უცნაური ხალხია, ვეღარ გავიგე. ფიქრით ფიქრობს, მაგრამ გრძნობები აქაც რაღაცა ვაურკვევლობაში. გრძნობებთან მიმართებაში ნახეთ, მე ერთ ვიტყვი, რომ აქ ადამიანის გრძნობები დაბალანსებულია. დაბალანსებული გრძნობები. დღეს მიყვარხარ, არ მიყვარხარ, თან მიყვარხარ, თან არ მიყვარხარ, აი ეს დაბალანსებული გრძნობები ცოტა უცნაურია, მაგრამ რა ვიცი ხა, ალბათ არის ესეთი დაბალანსებული გრძნობებიც, მაგრამ გრძნობებთან მიმართებაში ნახეთ, ადამიანს სერიოზულად, არ ვიცი, დიდი ესეთი შეიძლება იმედგაცრუება აქვს ამ ადამიანსაც რაღაც მომენტში, რომ არ გამოვიდა ურთიერთობა, თუ ვერ გამოვიდა ურთიერთობა და გრძნობებზე ამბობს უარს. ყოველ შემთხვევაში როგორ არის, იცით, ნახეთ, გრძნობები რომ გქონდეს ადამიანი, არ ეცდება, ანუ ეცდება, რომ არ გამოვიყვან. შეიძლება აქამდეც არ გამოვუჟღავნებია თავისი გრძნობები, ხო? რაღაცა კი მომწონხარ, რაღაცა მიყვარხარ, მაგრამ ეს ძალიან ზედაპირული მომენტი იყო. აქ ადამიანი თავის გრძნობებზე არ ისაუბრობს. აქ უბრალოდ ადამიანი ამბობს იმას, რომ ძალიან გულნატკენია თვითონაც, მასაც აქვს რაღაცა ესეთი თავზე დაემხო ყველაფერი და ახლა უკვე თქვენ იცით, ხო, ყველა ვის რატო რაღაცა იმედგაცრუება ამ ადამიანსაც აქვს. აქედან გამომდინარე გრძნობებთან მიმართებაში როგორც არ უნდა მიყვარდე, არ ვიტყვი, ხო? ამიტომ რაღაცნაირად არ ვაჩვენებ ჩემ გრძნობებზე არ ვისაუბრებ. საერთოდ გრძნობები მოდით გადავწიოთ გვერდზე. აი ესეთი მომენტია აქ მეორე ვარიანტი. ფიქრით ფიქრობ, შეიძლება მინდა კიდევაც ურთიერთობა, მაგრამ გრძნობები გვერდზე გავწიოთ, ხო? რაღაც ესეთი მომენტი. კარგი, ხმედება რა იქნება, საინტერესოა. აი, არ ვიცი მეორე ვარიანტის ვინ არის ეს ადამიანი, მაგრამ
რაც შეეხება ქმედებასთან მიმართებაში, მოდით გეტყვით, რომ ექნება ადამიანის ქმედება, ძალიან რთული იქნება ამ ქმედების გაკეთება, გზაზე გადმოდგმა ნაბიჯის, რო იტყვიან, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან რთულად მიიღებს მაგ გადაწყვეტილებას, მაგრამ მოვა თქვენთან. ანუ ეს ადამიანი საბოლოო ჯამში გადმოდგავს ნაბიჯს და გაბედავს და შეიძლება შემოგთავაზოთ რაღაცა თავიდან დაწყებაც კი. ნახეთ, აქ ალბათ შეიძლება ესეთი მომენტი იყოს, რომ აქ ორივემ ვატკინეთ ერთმანეთს რაღაცა გული, თქვენგანაც იყო რაღაცა მართლა, ან თქვენ ნახეთ როგორი მომენტი შეიძლება ადამიანმა ვერ მიიღო რაღაცა გადაწყვეტილება, ვერ გადმოდგა ნაბიჯი, ვერ იმოქმედა და თქვენ რაც მოგადგათ პირზე, ყველაფერი მიახალეთ, რომ არაფრის მაგნისია, რომ არაფერი არ შეუულია, რომ უსაქმურია თუ ესეთია თუ ისეთი, არ ვიცი, თითქოს რო იტყვიან ცივი წყალი შეასხით და გამოტრიალდით, ხო? ამიტომ ადამიანმა გზნობებზე არ ულაპარაკებო, მაგრამ და აქედან გამომდინარეც გულნატკენია თვითონაც, რომ აი რაღაცა თავზე დაამხეთ ყველაფერი, როგორც ჩანს, ან შეიძლება რაღაცა პაუზაზე გასვლა იყო, ან რაღაცა მომენტი იყო და თქვენ გადაწყვეტეთ, რომ მიგელანძღათ, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში აქ ადამიანი არის ნაწყენი, ნახეთ, შეიძლება თქვენ გულნატკენი ხართ, კი ბატონო, გასაგებია და ძალიან ისეთი ცუდად მოიქცა, მაგრამ თვითონ ეს ადამიანიც ნაწყენი არის თქვენზე, ხო? თვითონ ეს ადამიანიც იმედ გაცრუებულია თქვენთან ურთიერთობასთან მიმართებაში, არ ვიცი რატოა ესე, ყველამ გადახედეთ თქვენს საჯაროა მაინც, მაგრამ ქმედებას რაც შეეხება, ქმედება აქ იქნება მცდელობა ურთიერთობის. ეს არ იქნება რაღაცა აი მოვალ და ხვალ დავქორწინდებით და ანუ ხელს თხოვნის მომენტი. არა, აქ იქნება მცდელობა უბრალოდ ურთიერთობის დაალაგების, ურთიერთობის გარკვევის, გამორჩევის და რაღაცა პატარა შეიძლება შანსის მიცემისაც კი ურთიერთობისთვის, ხო? რაღაც ისეთი მსუბუქი შანსი. აი მოდი ნახეთ როგორი მომენტია, მოდი დავხუროთ ეს ყველაფერი, რაც მატკინე და რაც გატკინე. მაგრამ თუ შევხედოთ, ხო, სიტუაციას, თუ დავძლიეთ ეს მდგომარეობა, ну, რაღაცა გავაგრძელებთ ურთიერთობას. თუ ვერ დავძლიეთ და ვერ ვაპატიეთ ერთმანეთს ეს ტკივილი და ტკენა და ეს რაღაცა კონფლიქტი, მაშინ, ну, რა ვიცი, ხო, რაღაცა ადამიანურად მაინც დავიშალოთ, ხო? რაღაცა ეს მომენტი შეიძლება იყოს აქ. ისე რომ მეორე ვარიანტში უფრო არის საშუალება იმის, რომ აქ ურთიერთობა თან ფორტუნას ბორბალი გადმომხდა პირდაპირ თან როგორც ჩანს ცოტა კარმული ურთიერთობაც არის და აქ მოგიწევთ მაინც კიდე ერთი ეპიზოდის გავლა მეორე ვარიანტს ნამდვილად მოგიწევთ. რასაც პირველ ვარიანტთან მიმართებაში ვერ ვიტყვი, მე პირველ ვარიანტს გეტყვით, რომ ჯობია არ მოუშვათ ახლოს, იმიტომ რომ კიდე უარესად დეპრესიულ ფონში ჩაგაგდებს და მეორე ვარიანტი, ну, რა ვიცი, გადახედეთ ახლა თქვენ რა შეცდომა გაქვთ დაშვებული ამ ადამიანთან ურთიერთობაში და მას რა შეცდომა გაქვთ დაშვებული და რამდენად შეიძლება ამ ურთიერთობის აღდგენა და განახლება, აქ უკვე თქვენ უკეთესად იცით. ყოველ შემთხვევაში აქ ცდელობა ნამდვილად იქნება, ოღონდ ცდელობა დადებითისკენ, ხო ხა? მზე არ არის ნეგატიური არკანი, კი სირთულეებით არის, მაგრამ მაინც არის შანსი, მაინც არის მისი შანსი, რომ რაღაცა, ну, კარგი კომუნიკაცია აღდგეს, ხო ხა? თქვათ შეიძლება სიყვარულის მომენტი ვერ აღდგეს, არის ხოლმე შემთხვევა, მაგრამ კარგი დამოკიდებულება ურთიერთობაში, ну, მეგობრული დამოკიდებულება ურთიერთობაში შეიძლება აღდგეს, ხო, რაღაცა ეს მომენტი შეიძლება მოხდეს. მოგეთ ესეთი გამოვიდა ორი ვარიანტი, პირველი მეორე. მე რა თქმა უნდა, უდაოდ ბედნიერებას გისურვებთ, უდაოდ სიხარულს, სიყვარულს და წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს. სწორ პარტნიორებს გვერდით და ყოველივე საუკეთესოს.
ну, სიტუაციებს თქვენ გადახედავთ, მიხვდებით ვისია გასვლა, რა თქმა უნდა, თქვენს კომენტარებს ველოდები და საინტერესოა, რამდენად რეზონირდება, რამდენად სწორად მუშაობ და გეხმარებით, ასე თუ ისე ცოტათი მაინც, საჯარო გაშლებით და რა თქმა უნდა, თქვენი გაშლების იდეები, რაზე გავშალოთ, რაზე გავაკეთოთ, რა ინფორმაციებზე ვიმუშაოთ, ძალიან გამახარებს თუ მომაწვდით იდეებსაც. დროებით.